დაალაგების თემა რო გავაგრძელოთ, ოპოზიციაშიც დგას რეალურად ეს დაალაგების პრობლემა. აქ დგას შენ თავარი პრობლემა, აქ ყავს შენ მიშა. რომელიც აოხრებს ყველაფერს, ხო? მიშა, სხვათა შორის ახალი პოლიტიკური სუნთქვა გაიხსნა და ჩვენ დაგვიანონსეს, რომ მიხეილ სააკაშვილი, ახლა ზეპირად არ მახსოვს, უბრალოდ დავსკრინეს ფოტო. არა, მარტო მიშაში არ არის პრობლემა, დანარჩენებშიც პრობლემაა. მოდი, დანარჩენებზე მე გადავიდე ჯერ მიშაზე ვიტყვი, იმიტომ რომ ახლა დაგვიანონსეს, რომ პოლიტიკური ველი, ეს არის ბიძინა versus მიშა, სხვა არაფერმა არ იმუშავა. ნანულას პოლიტიკური ანალიზები რო არ მაინტერესებს, ეგ ხო ვიცი, ანუ რა მიშა რო ჩამოიყვანეს და 100,000 კაცი გელოდებაოსაც წავიდნენ ხო ნახეს 4 ოქტომბრის პროპონენტი იყო ეგ ქალი ხო რა მოხდა მე ნუნუ სანდერს თუ ნანა სანდერს დააბრალა აგერ ამხელა რევოლუციის ყველაფერი გავიკეთე თქვენი დამოკიდებულება ვიცი ნანუკას მიმართ მაგრამ ხო ვხედავთ რომ ამ ადამიანს მიხეილ სააკაშვილის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატია მაგაზე ვლაპარაკობთ ხო მე უბრალოდ მინდა როგორც ფაქტორს შევხვდე ამის გარჩევა არ მინდა იმიტომ რომ ეს ეწინააღმდეგება ბიძინას დამარცხების ამოცანას ამისი გარჩევა რატო არ მინდა იცით მე ვიზახი რომ ავტოკრატიას ვერ დაამარცხებ ეხლა დგას იგივე იმეორებს ანუ ხანდახან მგონია რომ ჩემს სიტყვებს იმეორებს ეს სააკაშვილი ქვემოდან ზემოთ რაღაცებს იძახის და არც ეს მით ჰორიზონტალური მართლობა ხო არის ტიპური უკბილო ავტოკრატია ანუ სადაც მისი თავმჯდომარეობის კანდიდატი იძახის იმას რომ ნაციონალური მოძრაობა არის მიშა და ხუთიანი არის მხოლოდ მიშა ეგეთი რამე წარმოუდგენელია ანუ შენ ამას ამბობდე და იძახდე რომ მე ავტოკრატია არა ვარ და ქვემოდან ზემოთ პროცესი იმას ნიშნავს რომ ხან მიშა იქნება ხან გრიშა იქნება რაც ქვემოთას უნდა ის იქნება და იმისთვის რომ ეს ქვემოთა მიარსებოს ამისთვის შენ თავი წესებით უნდა შეიზღუდო სააკაშვილი ყვირის რომ წესებს მას თავზე ვერავინ მოახვევს რომ კოალიცია დიდი ბოროტებაა რომ ან ის უნდა იყოს ან არავინ რომ მარტო მას შეუძლია მხოლოდ დაამარცხოს იმიტომ რომ აქამდე თუ 200 კაციანი აქციის მოწყობა არ შეუძლია საკუთარი თავისთვის ეს შეუძლია დღეს არის მეხუთე ადგილას გაჩანჩალებული ძალაა სვეტებმაო თუ რაღაცებს რო ერთის საგერში სვეტკებმა უგანეს თუ ამ სხვა ადგილებში სადაც მეოთხეზე გაჩანჩალდა რავი აიღეთ საარჩევნო რუკა და ნახეთ რამდენ ადგილას გავიდა მეოთხეზე და იქაც სვეტკებმა უგანეს არა თავისმა თავმა დაღუპა თვითონ დაღუპა თავისი პარტია ხო და პრობლემა იმაშია რომ დანარჩენმა პოლიტიკურმა სპექტრმა არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა რომ პროცესი დაღუპოს და ჩემი როგორ ანუ მე და თქვენ თუ ამ თემაზე არ ვილაპარაკეთ არ მოვახდენთ კომენტირებას ამისა აი თქვენ ხვდით რომ რაღაცა ნანუკას იმაზე კომენტარს არ გავაკეთებ წარმოუდგენელია მასე ანუ ადამიანი არის ბიძინას კარიკატურობას ცდილობს იძახის ბიძინაც რო გაუნათლებელია მეც რო გაუნათლებელი ხო აგერ ხო არის ბიძინა ნუ წარმატების მაგალითად ხედავს ბიძინას და ეგ არის ფასეულობების ომში დამარცხება როდესაც მისი ენა შენი წარმატების ენა გონია როდესაც მისი მეთოდები შენი წარმატების მეთოდები გონია ესე მარცხდები როდესაც ორველის ფინალია ეს ხო ორველის ცხოველების ფერმის ფინალია როდესაც ღორიდან ადამიანზე მზერა გადაგაგდა ერთმანეთისგან ვეღარ არჩევ როდესაც ოთხფეხაც და ორფეხაც უკვე ერთნაირია ეს არის ორველის დისტოპია ეს არის ხო და დღეს აი ამ დისტოპიაში ვარ როდესაც აი ამან მიშა ცხოვრობს იმისი წარმატების მოდელით და ხალხს არჩევს რომელიც გეუბნება რომ ჩვენ ყველაფერი უნდა ვიკადროთო იაგო ხვიჩიას გადაცემაში იყო ყველაფერი უნდა ვიკადროთ აი ბიძინას მეთოდებით უნდა ვიბრძოლოთო და ეს არის უკვე ძალებმას და ბიძინასთან დამარცხებული მეტი სახალხოობა უნდათ რომ შეიტანონ საკუთარ პარტიაში რომ რაღაცა ხალხტუქიანი პოლიტიკოსების დრო დამთავრდა ჩვენ ვერ ვიქნებით რომ პარკეთის ოპოზიცია გააჩნია მაგ ყველაფერს სახალხო რო იყო დემოკრატიული უნდა იყო დემოკრატიული უნდა იყო. დემოკრატიულობა ნიშნავს იმას, რომ შენ უნდა აძლევდეს სხვა ლიდერებს განვითარების შესაძლებლობა შენ პარტიაში. და შენ ხუთიანი არის მიშა და ამისი გაცნობიერება და თავმჯდომარე ყავს პარტიას. ხვდებით რა მდგომარეობაა. და ხუთიანი მიშაო ამას იძახიან და ბიძინასგან მაშინ რითი განსხვავდები? ის თავმჯდომარე მაინც არის საპატიო იმ თავისი პარტიის, ხო? რითი განსხვავდები, როდესაც თავმჯდომარეს არ ნიშნავს. თავმჯდომარე ამბობს რომ თუ მე უთანხმებდნენ ყველაფერს ხომ არ უარყოფს ამას ანუ სუხი ერთადერთი თქვა მიხეილ სააკაშვილთან დაკავ ანუ ის მაინც ხოდა ეს არ არის პარტია რეალ ეს არ არის დემოკრატიული პარტია ეს არის პიროვნების კულტზე ჩამოკიდებული რაღაცა ფრაგმენტირებული საძმო შენ თუ არ გააპროტესტებ ამას როგორც პარტიის არ ვიცი რიგითი წევრი თუ პოლიტიკური თანამდებობის პირი მეტი რა ვიცი გამოვიდეს და დაიშალა ის პარტია ანუ თანამდებობის პირები არაფერი ჩვეულებრივად ისინი ხო რეალურად ბანკროტები ანუ უნიჭო ხალხი რჩება ხო მე მაგ სიტუაციაში ოფიციალურად ჯერ არავინ არ საით
პარტიიდან არ წასულა და პარტია არ დაშლილა, პარტია არ დაშლილა, რაშუაში კაცო ამორჩეველი დაეშალათ. დედაქალაქში მეხუთე ადგილზე გასვლა ნიშნავს იმას, რომ შემდეგ არჩევნებში რეგიონებშიც მეხუთეზე გავლენ. ასე ხდება, ნახევრად აგრარული საზოგადოება ვართ. სისტემა თუ იცი და პროცესი თუ გესმის, ხვდები რომ თბილისში თუ მეხუთეზე ჩამოვარდი, შემდეგ არჩევნებში რეგიონამდეც მივახმა. რომ შენ აღარ ახარ მთავარი ძალა, შენ აღარ ასხივებ ძალას და შენ მხარე არ უნდა დაგიჭირონ. იქ სადაც ხალხი შედარებით უფრო, ანუ თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე კონფორმისტობა უწევს. და გამომდინარე აქედან, ვისაც ხედავს რომ ძლიერია, იმას აძლევს ხმას. შემდეგ არჩევნებში იქაც გაილევიან, ხო? ანუ დაკარგა ეს ყველაფერი, ან არ არსებობს. მეხუთე ადგილას რო თბილისში გავხარ, ვეღარ გამოაცხადებ რომ მე ვარ მთავარი ძალა, ხო? ეს მოხდა წინ არჩევნებზეც და დაყალბებულ არჩევნებშიც რა მოხდა? ოპოზიციური სპექტრი 4 თანაზომად ძალა დაიყო. და რეალურად ჩვენი გასაკეთებელი ახლა არის შემდეგი. ანუ ჩვენ რასაც ვაკეთებთ ფედერალისტები, მოედანი რასაც აკეთებს, ალიანსის დანარჩენი წევრებიც თუ გამოვლენ ამ რაღაცა მიშა გრიშას დაპირისპირებიდან და თავის საქმეს მიხედავენ, კარგი იქნება. ეხლა ჩვენ მივიდივართ სამეგრელოში. ფოთში ხოფში და სენაკში გვექნება კამპანია გიგას ამ იმაში დავბრუნდებით სამაჟორიტაროში, იმიტომ რომ იქ თავის დროზე გვაქვს ინვესტიცია ჩადებული და მას მერე სულ ბრუნდებით და გვიდა რომ ეხა იმათ ვემუშაოთ, ვისთანაც უკვე ნამუშევარი გვაქვს და იქ გავძლიერდეთ და იქ გავზარდოთ. მოედანი ზუსტად ასე დადის რაღაცას აკეთებს, თავისებურად, როგორც თვითონ ესმის, ხო? ამაზე უნდა გადავერთოთ, ხალხის პრობლემებზე უნდა ვილაპარაკოთ. ქუთაისში ვიყავით ეხა და მე გირჩევ შენ რომ ტაბულა აკეთებს თავისუფლების ინსტიტუტთან და კიდე სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად პროექტს, სადაც პოლიტიკოსები თქვათ რაღაცა საუბრობენ კონკრეტულ თემებზე, ხო? ეხლა ორი გადაცემა ჩაწერეს ქუთაისში. შენო ნახო, იქ ქუთაისელი სპიკერები როგორ ლაპარაკობენ. ინატრებ რო თბილისში ყავდეს ესეთი, იმ თავისი ქუთაისის პრობლემა. იცით რას მეუნებოდნენ იმ ქუთაისში ყველა საერთოდ? ანუ როცა ესეთი ხალხი არსებობს ქუთაისში, მერობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე რატომ მოგვახიეს თავზე, რომელიც სალონში რო წავიდა, ეგეც კი გვიხარო და ანუ ზუსტად ისე დაავიწყდა ქუთაისი მერე რომ ავტოკრატია. იმიტომ რომ ესე მოუნდა ზემოთ ვიღაცას და ქვემოდან ზემოთ არაფერი არ ხდება. იმიტომ რომ იქ შენ იქ უნდა იპოვო ხალხი, ხო ქუთაისელი უნდა იპოვო იქაურ ლიდერად. ფოთელი უნდა იპოვო ფოთის ლიდერად. ხო ანუ ესე უნდა ხდებოდეს, ანუ რეალურად ქვემოდან ზემოთ უნდა ამოდიოდეს და ამ პროცესში ვარ ალიანსში განსახილველი თემები იყო რეალურად ასეთ რაღაცებზე უნდა ლაგდებოდეთ თქვენ. გავიგე ოღონდ შენ ერთია, როდესაც შენ გინდა დალაგება, მეორე როდესაც არ გინდა, მიშას უნდა რომ ანუ რასაც ნანულა იძახის ეხა რომ მიშა და ბიძინას შორის იყოს გარჩეული და მე მიშა მოვიდეს, ეგ უნდა მიშას მაგას ეპოტინება, რეალობისგან აღქმა საერთოდ დაკარგულია, გაწინაურებს იმას, ვინც აი ამ დელუზიებში აცხოვრებს. ხო გახსოვთ თაკო ჩარკვიანი რო არ გადიოდა ტელევიზიების ეთერებიდან, იმიტომ რომ მიშას პირდებოდა რომ 100,000 კაცი დაგხვდება, აქ ატყუებდა იმას, ხო? ერთია რა უნდა, მაგრამ მეორეა რა ის გაკეთება შეძლებს, ანუ რისი რესურსი აქვს ამას, იმიტომ რომ დავასრულებ. ზუსტად ესევე ატყუებს ესეც, ხო? იმიტომ რომ იმას მაგისი მოსმენა უნდა და ამასობაში თან მანიპულატორი ნარცისია, ხო ის, ანუ ჩვეულებრივი ნარცისია. მანიპულატორი ნარცისებს ძალიან იოლად შეუძლიათ ადამიანების სისუსტეების პოვნა. ნაპოვნია ხა ამ ნანულას სისუსტე დაჭერილი ყავს ამით, რომ ამას იმაზე მეტი უნდა ვიდრე არის თვითონ, ხო? ან ვიდრე შეუულია. ამიტომ ეუბნება რომ გენიოსია, ჩემ თავს მაგონებ რაღაცა ეგოს ფხანს, ამას უკეთებს განსაკუთრებულად აგრძნობინებს თავს, იმად რადაც ის არ არის რეალურად ატყუებს და იყენებს მე რომ ამან მე ეს სისულელები ილაპარაკოს. ზუსტად რა გავლენას იქონიებს ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აი ეს დეზინტეგრაციას გამოიწვევს მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობაში, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. ჩემთვის მნიშვნელოვანი არის რომ ალიანსმა გააგრძელოს ფუნქციონირება ისე რომ ალიანსის შენარჩუნება არის თქვენთვის თუ არა მნიშვნელოვანი და შემდეგ მნიშვნელოვანია და ალიანს ფედერალისტები ყველა ვარიანტში შევინარჩუნებთ. ალიანს არის წესები და სტრატეგია. ძალიან მარტივად რა კონფიგურაციაა. ნაციონალურ მოძრაობათა გავა ეს იქნება შენარჩუნება. ეს იქნება დიდებული. ეს იქნება ნიშნავს რომ რაკეტასავით წავალთ წინ, იმიტომ რომ ეს არის ბალასტი, ეს არის ქვა, რომელიც კიდია და წინ აგიშვებს. გავიგე ოღონდ მარტო ჩემი ანუ ალიანსი დემოკრატიულია, ხო? იქ სხვა პარტიებიც არიან და ვიღაცებს არა თქვენ ამბობთ რომ მოდი ამათი ლოგო მოვაშთოთ ან ალიანსის ბანერიდან და ვიღაცა გეწინააღმდეგებათ რომ არა მოდი კიდევ მივწოდოთ რომ იქნებ გამოსწორდნენ, იქნებ გულს მოეგო. ანუ ვიღაცებს უნდათ რომ ვიღაც რაღაცეები თვითონ თავისი ხო, ბარამია ამბობს რომ მე ვთვლი რომ არ უნდა დატოვონ და უნდა იყვნენ. აბსოლუტურად არასწორი წარმოდგენა აქვს გვარამიას, მე არ ვეთანხმები ამაში და ღიად ვეუბნები ამას ყველაფერს. ანუ მე არ მიმაჩნია რომ ანუ ჩვენი მთავარი ანუ რა გამოარჩევს ამ ერთობას სხვა ერთობებისგან, ხო?
ანუ რა ვიცი მე აი დროა რომ დადის მაგალითად ეთერებში მაგას იძახის რომ ამ ერთობას სხვა ერთობებისგან გამოარჩევს ის რომ ეს არის წესებზე და სტრატეგიაზე დაფუძნებული ერთობა. როდესაც სტრატეგია რაც არის კოალიციური კოორდინაცია ხო ანუ რეალურად კოალიციის მოდელის შექმნა ერთგვარის იძახი რომ კოალიცია ბოროტებაა ანუ სტრატეგიას აცხადებ ბოროტებად ჩვენ სტრატეგიას ხო როდესაც იმას იძახი რომ წესებს თავზე ვერავინ მომახვევს ავტომატურად ხარ გარეთ და თემა უნდა იყოს ეს იმიტომ რომ ჩვენ ხალხს პირდებით კანონის უზენაესობას ჩვენ იმას კი არ ერთობას კი არ პირდებით კანონის უზენაესობას სამართლიან საზოგადოებას წესების დაცვას გაწონასწორების და შეკავების მექანიზმების არსებობას და შენ თუ ოპოზიციაში ვერ ამყარებ ისეთ წესრიგს რომ ამ კაცმა ის არ იყვიროს რომ ან გაუშვა გარეთ ხო ეგ რას ნიშნავს რომ მთავრობაშიც იგივეს იზავ და ხალხმა რატომ უნდა აგირჩიოს ხო ყავს უკვე ეს თავნება და სტატუს-კოშია ეს თავნება და ის რა თუნდა ხო და თუ ნაციონალური მოძრაობა აი ეს არმის თუ ნაციონალური მოძრაობა ბალასტია თუ მათი ალიანსიდან გასვლის შემდეგ ალიანსი რაკეტასავით გავარდება რატომ ჯერა რომ არსებობს რაღაცა ერთობის სივრცე ასე შემდეგ მაგას წერს ხო ეხლა იმას თავის წარმოდგენები აქვს ეხლა მედალენის განსხვავებული წარმოდგენები გქონდა მათ შორის ერთობაზეც მე მჯერა რომ ერთობა მხოლოდ შინაარსის გარშემო მოკეთდება და რა ვიცი ამ კომუნიკაციაში არც გვარამი არც ელენე ამაზე არ საუბრობენ ხო რომ ეს არის წესები ეს არის შეთანხმება და ამ შეთანხმებას თუ არ ღვევ ავტომატურად რადგან ელენე ახსენებს ხო შეიძლება ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა სადაც ხსნის რა ურთიერთობა ქონდა მოკლედ კოალიცია ნიკა გილაურთან ისე მაინტერესებს აი თქვენ გილაურის ფაქტორთან დაკავშირებით კითხვები არასდროს არ მე არავის არ ვენდობი რომელიც პოლიტიკაში არ არსებობს უცებ გამოჩნდება პრემიერ-მინისტრად და მე როცა გადაივლის ყველაფერი მე ისევ გაქრება ანუ მე ზოგადად ამ გილაურის რამეს კი არანაირი ის არ მაქვს რომ არანაირი კონსპირაცია არ მგონია რომ მოხდა საერთოდ არ მგონია რომ გვარამია ბიზნესში ეკრა ეს ყველაფერი ტყუილი მგონია იმიტომ რომ ამაში უნდა გამოჩენილიყო ბიზნესში სააკაშვილი გამოდის სრული ცილისწამება როგორც ჩვენ გვაბრალებს სააკაშვილი არის ტიპური ცილისმწამებელი სააკაშვილმა ჩათვალა რომ ქართველები არიან ქოცები მას უნდა ელაპარაკო ასავალ-დასავლის ენაზე შენ უნდა ნანულა რასაც ლაპარაკობს ეგ არის სააკაშვილი რომ ცილისწამებით ყველაფრის კადრებით ტელევიზიებზე სრული კონტროლის დამყარებით უნდა მოახუროს თავისი თავი ისევ ქართველებს თავს და ეგ მაგას აკეთებს როგორც ჩვენ დაგწამა ცილი და მაქსიმართლით არა აქამდე რომ დღეს ის ვარცხნილობა აქვს რა ვარცხნილობაც აქვს ხო მაქსიმართლით სიარული შედეგია ეგ ყველაფერი ზუსტად ესე გააგრძელებს ახალთან დაკავშირებითაც ზუსტად ესე იმიტომ რომ ცილს წამებს იმ ადამიანს ელენე ბიზნესთან შეკრული არ ყოფილა ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული რომ მიუხედავად იმისა რომ უამრავი განსხვავება ასეთივე დარწმუნებული ხართ ნიკა გილაურშიც ნიკა გილაურშიც დარწმუნებული ვარ რომ ბიზნესთან შეკრული არ ყოფილა და 4 მილიონს თუ რამდენსაც 40 მილიონს თუ რაღაც სიტყვებს რო იძახიან არანაირი არა ბიზნესა გვარამიას მაგ ფულს არ მიცემდა რისთვის უნდა მიეცა იქ ფული? მიშა სჭირდება. არ ჩამოყავთ მიშა იმედის და იმის ეთერებიდან, რა ქვია. მიშა სჭირდება, ანუ მიშა სჭირდება ცოცხლად იმას, რომ საფრთხეს უქონდეს ესე ცოცხალი და თქვას რომ ხალხო მიშა მოვა ისევ. მე თუ არ ამირჩიეთ, ხო და ეს მუშაობს. ანუ მაშინ რა მოხდა მაშინ გილაურებთან, იმიტომ რომ ერთი ვერსიით, რა ვიცი, უცებ გაქნენ, აორთქლდნენ ისე რომ უკავშირი არანაირი არ ქონია. ხდება ეგ ესეთი რაღაცა, ყოველთვის ხდება რომ რაღაცა ინტერესი შეიძლება გაუჩნდეს, მე მართლა არ ვიცი ეს. გილაურის ფული იყო, თუ ვინმე სხვისი ფული იყო და ეს იყო, მაგრამ ბიზნეს ფული ნახდად არ მგონია. ბიზნეს ფული რო არ არის, ამაში 4 ოლიგარქიაზე საუბრობდა გუშინდელ ინტერვიუში. იგონებს ამ ყველაფერს უნდა რომ ხალხს აჩვენოს, რომ მეხუთე ადგილზე თბილისში, იმიტომ გაჩანჩალდა, რომ რაღაცა მოუწყვეს. იმიტომ კი არა, რომ თვითონ გაანადგურა თავისი პარტია და თვითონ დაადგა თვითგანადგურების გზას. თითების შვერა ჭირდება, სხვების ცილის არ გჯერა. თავს ხوار დააბრალებს. როგორც სააკაშვილის ბრალდებების არ გჯერა და მელია რომ აბრალებს სააკაშვილს რომ ცდილობდა გარიგებას ქართულ ოცნებასთან ამის გჯერა. საჯაროდ მაქვს ნანახი, აბა ხაჭაპურიძე რისთვის ყავდა, აბა ვაშაძე რისთვის ყავდა. მაგას აკეთებდა, აბა ვალერი გელბახიანი რისთვის ყავდა. მაგას აკეთებდა პარტიას მას ვიზავ რა ქვია, დაუხურავო აქტივობებს შევაჩერებ, ანუ ევედრა მაგრამ ჩემი მდგომარეობა ცხადყოფს იმას რომ არანაირი გარიგება არ ყოფილა. ბიძინამ და იმიტომ რა სჭირდება ამის გარეთ გაშვება, ასე ეჯდება გალიაში მაიმუნივით და ატარებს სოფელ-სოფელ ყველა არჩევნების წინ. როგორც საფრთხობელას. ბიძინა სჭირდება ის ციხეში, აბურთავებს, ამაიმუნა ახვეწნინა. თავს ღირსება დააკარგინა რეალურად ამ ხელაკაც უკრაინელი ვარო ტიპი გამოდიოდა და 100%-ით აი სამარცხნივ ცხენოდა უბრალოდ საქართველოს პრეზიდენტი რომ მაგას ყვირის. საქართველოს პრეზიდენტი რომელსაც მე ხმას ვაძლევდი.
და უცებ იძახის რომ მე 100%-ით უკრაინელი ვარ მარტო იმიტომ რომ განსაცდელშია ქვეყანა ქართველებზე უარის თქმა ანუ სამარცხვინო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი და ეს ყველაფერი ჩვენ ეთერში ვნახეთ ნიკამელიას პრობლემა ის არის ახლა რო ლაპარაკობს ამას მაშინ რატო არ ილაპარაკა მე რატომ რაც ხავდნენ გიჟად იგივეს რო ლაპარაკობდი